ეს არის ნინო დათაშვილი, მასწავლებელი, რომელსაც საჯარო მოხელეზე თავდასხმას ედავებიან, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დათაშვილს ედავებიან 9 ივნისის ეპიზოდზე. ამ დღეს განათლების სამინისტროსთან იმართებოდა აქცია, მოქალაქეები აპროტესტებდნენ შშმ პირებზე მომუშავე ერთ-ერთი დეპარტამენტის გაუქმებას. განათლების სამინისტროდან ნინო დათაშვილი წავიდა სასამართლოში და სურდა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე დასწრება. მანდატურებს და დათაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოყვა მანდატურების მოწოდებას, რომ დათაშვილს დაეტოვებინა სასამართლოს შენობა. დათაშვილი ითხოვდა განმარტებას მანდატურებისგან, რის საფუძველზე აძევებდნენ მას შენობიდან, რა დროსაც მათ შორის, როგორც გითხარით, დაიწყო სიტყვიერი შელაპარაკება, შემდეგ კი მანდატურებმა მისი ფიზიკურად გაძევება სცადეს შენობიდან, რა დროსაც ნინომ სილა გააწნა ერთ-ერთ მანდატურს. და ამის შემდეგ აი ამ ფორმებით გაიყვანეს ის შენობიდან. ნინო დათაშვილი თავის ორ სასამართლო პროცესს ბოლოებს ვეღარ დაესწრო, იმიტომ რომ ხერხემალზე აქვს სერიოზული პრობლემები, მას ოპერაციაც ჰქონდა იქამდე გაკეთებული და ფიზიკურად ვერ შეძლო სასამართლოში მოსვლა. მმართველობის მდგომარეობა ნინოს არ არის სახარბიელო და როდესაც ნინოს პატიმრობას უფარდებდა სასამართლო, ჩვენ ამაზე ვუთითებთ. იმიტომ რომ საკანონმდებლო მოთხოვნაა, როდესაც სასამართლო ითვალისწინებს აღკვეთის ღონისძიების სხვადასხვა სახეს, ხომ მსჯელობს სხვადასხვა სახეზე წესით ესე უნდა იყოს, ითვალისწინებს მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც. 25 სექტემბერს ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა განათლების სამინისტროსთან, აქ აქტივისტებმა სფეროს წარმომადგენლებას, სხვადასხვა მოქალაქემ, რომელიც უბრალოდ ნინო დათაშვილს მხარს უჭერდა, ისაუბრეს მასწავლებლის გართულებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, იმაზე, რომ ეს არის რეალურად რეჟიმის მიერ არჩეული მსხვერპლი, რომელსაც სათანადოდ სჯის ქართული ოცნება. მეორე სასამართლოში ნინოს ადვოკატმა თავარ გაბოძე მოითხოვა დამძიმებული ჯანმრთელობის დამძიმებული მდგომარეობის გამო მისი გათავისუფლება, რაზეც პროკურორ მედიაციამ მოსქონდა პასუხი, რომ არსებობს დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და ამის გამო ნინო არ უნდა გათავისუფლდეს საპატიმროდან. ჯერ საერთოდ რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ამაზე ვილაპარაკოთ და მეორე ადამიანი ვეღარ დადის ფაქტობრივად და მედიაციამ მაინც გული უსყდება, რომ ნინო განმეორებით არ ჩაიდინოს დანაშაული. მასწავლებელთა კორპუსი საქართველოში არის უზარმაზარი არმია, 60,000-ზე მეტი საჯარო სკოლის მასწავლებელი, რომელთა შემთხვევაში სიჩუმე ყოველთვის არ ნიშნავს მონობაზე თანხმობას, მაგრამ ამას აქვს თავისი მიზეზები, თუ რატომ არ იღებენ ხმას, რატომ ხვდებიან დუმარეთ იმ ცინიზმს და იმ უბედურებას, რაც მათ თავს ტრიალებს პირველ რიგში. იმიტომ რომ არის ყოფითი პრობლემები, იმიტომ რომ ივანიშვილის რეჟიმმა გააღარიბა ეს ხალხი და მათ ყოველდღიური სარჩო საბადებლის მოსაპოვებლად სჭირდებათ ეს სამსახური. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მასწავლებლობა საერთოდ ეჭქვეშ დგება, თუ ისინი ეგუებიან და თუ ისინი მორჩილად აპირებენ გაატარონ ეს უმსგავსობა, რომელიც დააწესეს ჩვენს ქვეყანაში. რატომ ვამბობთ, რომ ნინო დათაშვილი არის უკანონო პატიმარი? იმიტომ, რომ მანდატურისთვის გაწნული სია არ შეიძლება იყოს პროპორციული იმ სასჯელისა, რაც ნინოს ემუქრება. მუხლი, რომლითაც ნინო დათაშვილია დაკავებული, ითვალისწინებს ჯარიმასაც, მაგრამ ალბათ ყველას კარგად გვესმის, რომ ისევე როგორც ჟურნალისტი მზიამაღლობელი, ნინო დათაშვილიც დღეს თავისი აი ამ სამოქალაქო პროტესტის გამო ისჯება. ეს არის რაღაც სამაგალითოდ დასჯა ადამიანის, რომ აჩვენოს, რომ ნებისმიერს გათელავს, ნებისმიერის ღირსებას შეელახავს, იმისთვის, რომ დანარჩენები გააკონტროლოს. ან თავი არსი ეგ არის. და როდესაც სამართლიანობაზე ვსაუბრობთ ხოლმე და იმაზე, რომ სილის გაწვნის პროპორციული ვერ იქნება 7 წლით ციხეში გამოკეტვა, გავიხსენოთ სულ რაღაც ბოლო ერთ თვეში მომხდარი მოვლენები. თუნდაც აი ეს დღე, 8 სექტემბერი, როდესაც კახი კალთის შტაბთან საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსული მარშის წევრებს დაესხნენ თავს ძალადობრივი ჯგუფები. ამ დღეს მათ შორის ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს და მოპარეს ტექნიკა და დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან არ ვიცით პასუხი მობილური ტელეფონები, რომლებიც ჟურნალისტებს ძალადობრივად წაგლიჯეს ხელიდან, სად არის ხო ეს ტექნიკა და დაუბრუნებენ თუ არა ოდესმე. ხარც ვიღებდი მაგ დროს და მომვარდა ერთი კაცი და წამართვა ტელეფონი, მომიჭირა ხელზე, მეჭიდავებოდა, მეჯაჯღურებოდა და წაიღო ტელეფონი, გვერდზე იდგა პოლიციელი, რომელსაც უთხარი რომ
რაც მოხდა, მაგრამ მითხრეს რომ რა ვიცი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დღის ეპიზოდზე დააკავა ორი ადამიანი და ეს ორივე ადამიანი დღეს თავისუფალია. საგამოძიებო ორგანომ თქვა, რომ აქტივისტებმა არ ითანამშრომლესო პოლიციასთანო შესაბამისად დანაშაულის ნიშნები ვერ დავინახეთო. მოდი, ხაი ძალიან მარტივი რაღაც რო შევადაროთ. ნინო დათაშვილი და იდეაში მზია ამაღლობელიც დაკავებული არის პოლიციელზე ერთი, მეორე საჯარო მოხელეზე თავდასხმის გამო. ეს ორივე ფაქტი არის დაფიქსირებული ვიდეოზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტი, რომ აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს პოლიციასთან, ვერ იქნება ის სამართლებრივი არგუმენტი, რომლითაც წესით საგამოძიებო ორგანო უნდა ხელმძღვანელობდეს, ხო? იმიტომ რომ ყველაფერი, რაც იმ დღეს მოხდა, იყო ვიდეოზე ასახული. ანუ როგორ ძალადობდნენ ჯგუფურად ეს ადამიანები აქტივისტებზე და აქციის მონაწილეებზე, ყველაფერი არის ვიდეოზე ასახული. თუმცა, როგორც გითხარით, დღეს ეს ადამიანები არიან თავისუფლები. და მოდი გავიხსენოთ კიდევ ერთი დღე. დაახლოებით 2 კვირის წინ ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის წევრებს თავს დაესხნენ მოძალადე ჯგუფები. ერთ-ერთს აღმოაჩნდა იარაღი, რომელიც აი ამ მარშის მონაწილე ლევან ჯობავამ წაართვა და პოლიციას გადასცა. ეს ადამიანებიც, მათ შორის ის პირი, არასრულწლოვანი, რომელსაც იარაღი ჰქონდა, თან არის დღეს თავისუფალი და პოლიციამ თქვა, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონდა, ანუ პნევმატული იყო და საფრთხეს არ უქმნიდა ადამიანებს. შერჩევითი სამართალიც აღარ ქვია ამას. აი ამას ქვია ძალიან სერიოზული, გაცხადებული დამოკიდებულება, რომ ვინც არ მინდა და ვინც არ მომწონს, იმას არ დავინდობ და აქ არც სამართლიანობა და არც ლოგიკა და არაფერი არ მჭირდება. და მეორეს მხრივ, ის ვინც ჩემი მხარდამჭერია, ექნება სრული თავისუფლება. ეს შერჩევითი სამართლიანობა აღარ არის. ეს არის წაქეზება ძალადობის და ეს არის ადამიანების ძალადობის სამიზნედ ქცევა. როდესაც ქუჩაში ხალხზე ძალადობენ, ბავშვებზე მათ შორის დაუნდობლად სცემენ, უტყავენ, დანებით დადიან და ის ხალხი თავისუფლებაშია. და როდესაც ქალები მზია მათ შორის ნინო, რომელიც თავად არის დაზარალებული, თავად არის მსხვერპლი და ეს მტკიცებულებები არსებობს. მე არა როგორც ნინოს ადვოკატი ვსაუბრობ ამას. უბრალოდ აი ფაქტებიდან გამომდინარე ვსაუბრობ, რომ თვითმხილველმა მოწმეებმა რაც თქვეს, რომელიც არც ერთი არ გამოკითხა პროკურატურა, მაგრამ ჩვენ გამოვკითხეთ და რომელიც ვიდეო ჩანაწერებმა რა ასახა. ხან ერთი მანდატურის ფიზიკურ შეხებას იგერიებს, ხან მეორე მანდატურის ფიზიკურ შეხებას იგერიებს და გამოიყვანეს ნინო თავდამსხმელი. ამიტომ, როდესაც სამართლიანობაზე ვსაუბრობთ ხოლმე, უნდა გავითვალისწინოთ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. იდეაში მარტივი, ხო? ერთი მხრივ ის, რომ სილის გაწვნის გამო ვერანაირ სამართლებრივ ჩარჩოში ვერ ჩაჭდება ის ლოგიკა, რომ დედას და მასწავლებელს რეჟიმი ციხეში სვამს. ნინოშვილი ეხლა იყო აბიტურიენტი, აბარებდა გამოცდებს და მან გადაწყვიტა, რომ არ ჩაებარებინა. გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი არის სწორედ ეს, რომ დედამისი ამ დროს ზუსტად ამ დროს დააპატიმრეს და მას არ ჰქონდა ხელშეწყობა და ეს არის გაშვებული შანსი, ხო, რაღაცა რაც ჩვენმა საზოგადოებამ გაუშვა. ანუ ეს ახალგაზრდა ეხლა 1 წლის განმავლობაში არ იქნება ჩართული საგამოძიებო სივრცეში მხოლოდ იმიტომ, რომ მართლმსაჯულების სისტემა მოიქცა ასე უსაბათო. და მეორე მხრივ უნდა გავითვალისწინოთ ზოგადი მდგომარეობა, ხო, ქვეყანაში მიმდინარე, გულისხმობ იმას, რომ ქუჩაში შეუძლიათ გარკვეულ ჯგუფებს, მოძალადე ჯგუფებს იძალადონ ადამიანებზე ფიზიკურად, სიტყვიერად, მათ შორის და ამის გამო არასდროს არ დაისაჯოთ. მართლა სად არის სამართალი, რომ ნინო, მასწავლებელი ნინო დღეს ციხეშია გამოკეტილი და ამდენი კრიმინალი გარეთ დათარეშობს და ჭამს და ხრავს ამ ქვეყანას მართლა. უცნობია შეძლებს თუ არა დათაშვილი შემდეგ სასამართლო პროცესზე დასწრებას. მისი ადვოკატი საუბრობს იმ საჭიროებებზე, იმ მნიშვნელოვან საჭიროებებზე, რაც საკანში დათაშვილს სჭირდება დღეს იმისთვის, რომ მას კიდევ უფრო არ გაურთულდეს ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა. დანდათან უარესდებოდა ნინოს მდგომარეობა და ჩვენ როგორც კი შევიდა ნინო დაწესებულებაში ვითხოვდით მაგალითად წელის ქამარს და ეს იყო ოფიციალური წერილები, მოთხოვნები და როგორღაც ეს წელის ქამარი მიუტანეს, რაც არის ძალიან ელემენტარული საჭიროება, ხო, ჯანმრთელობის. ვითხოვდით ორთოპედიურ ლეიბს და ვითხოვდით ადვოკატები, ნინო ითხოვდა, არაერთხელ იყო ეს კომუნიკაცია და სახალხო დამცველმა რო იუსტიციის მინისტრს მიმართა, მაშინ წერილობითი რეკომენდაციით, მაშინ შეუტანეს ლეიბი. ну მინიმუმ ძალიან უხერხულია რომ აი ამაზე სახალხო დამცველი მინისტრს რეკომენდაციით მიმართა. ჩვენ არაერთი მოთხოვნა გვქონდა, ჩვენ ცხადია ამ ლეიბთან დაკავშირებით. მაგრამ ნახეთ ერთობლიობაში
მარტო ლეიბი არ არის მაგალითად ეს ორთოპედიული მატრას, ესენი არ არის საკმარისი, როდესაც ადამიანს აქვს სხვადასხვანაირი საჭიროება და იგივე მასზე მორგებული არ არის მაგიდა, როცა წერა უნდა, ეს მაგიდა დაბალია და უწევს, რომ მოიხარო, საკაში არ არის ადეკვატური ტემპერატურა, ხო? აი ბოლო დღეებში ნინო სულ სციოდა ხოლმე და პლედი შემოხეული იყო. ბოლოს უკვე როდესაც ძალიან დამძიმდეს მდგომარეობა, თვითმოვლაც როგორც თვითონ განმარტავდა, თვითმოვლა უკვე იყო პრობლემა. ამისთვის გავარკვევ, რომ უცხოების სოლიდარობას და იმედია მალე გამოვა ყველა თავისუფლებას. ჯანმრთელობა, მისი თავისუფლება არის ჩვენი საერთო სოლიდარობის ეს არ არის მარტო ადამიანის ან იუდენის თავისუფლება ინდოეთაში